სერიალს წარმოგიდგენთ საიტი Cinemania.gr. გახმოვანებულია acara.net.com-ის მიერ. ჰაშორეო, უბრალოდ დაამატა წყალი. ვფიქრობ ეს მოგეწონება. კარგი, აბა რა სიურპრიზია. შეხედე. საყვარელი ნავია. მისი მოპარვა გინდა თუ ყიდვა? არა. რამოდენიმე კვირის წინ შტორმში მოხვდა სანაპიროსთან. მერე? ეკიპაჟი გადარჩა, მაგრამ ყველაფერი რაც ბორტზე იყო დაიკარგა. ამის ჩათვლით. გონი ემას დედას აქვს ასეთი. არა მგონია. ეს ნამდვილი განძია ტიბეტიდან. ძალიან ძვირფასია. მაგრამ ოკეანის ფსკერზე არაფერი ღირს. ზუსტად. ჯილდოა გამოცხადებული მათთვის, ვინც იპოვის. რატომ გონია რომ ეს ყველაფერი მოწყობილია? არ გადავქეკავ ოკეანის ბაღის ქანდაკების მოსაძებნად. დაფიქრდი ამაზე. ეს ფერი გიხდება, კლეო. შენ უფრო გიხდება შავგრემანი რომ ხარ. კაკუკ. შემოდი. გმადლობ. გამარჯობა, კლეო. გამარჯობა. მიხარია რომ ორივე აქ ხართ. რიკი სად არის? არ ვიცი. მინდოდა მეთქვა რომ მიუხედავად იმისა რომ მდგომარეობა შეიცვალა, მაინც შეგიძლიათ რომ მენდოთ. გენდოთ? შენ ხომ შარლოტას ხვდები? მე არ ხვდები შარლოტას. ჩვენ უბრალოდ კომპანიონები ვართ. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაინც მზად ვარ რომ დაგეხმაროთ, იმიტომ რომ მარტო მე ვიცი თქვენი საიდუმლო. არ არის სიმართლე. არა ზეინმაც იცის ჩვენზე. აი, მისი ნდობა კი საერთოდ არ შეიძლება. ის სანდო ადამიანის უგუ პროპორციულია. ლუის, შენ შარლოტა მაკოზე წაიყვანე. ჩვენ გვეგონა რომ შენი ნდობა შეიძლებოდა. შევცდით. ჩემი ნდობა შეიძლება. თქვენი დაცვა ვარ. მარტო მე უნდა მომმართოთ თუ რამე მოხდება. ეს ხომ მე ვარ, ლუისი. ისეთი როგორიც ვიყავი. უნდა დამეჯეროთ. გამარჯობა ემ. ლუის, დღეს სანაპიროზე წასვლას ვაპირებდით, გახსოვს? საიდან გაიგე რომ აქ ვიყავი? დედა შენმა მითხრა. ყველაფერს მიყვება. გამარჯობა, კლეო. გამარჯობა. ლუის, დავედით? ტელეფონი თან მაქვს. დამირეკეთ თუ დაგჭირდებით. კარგი, დაგირეკავთ. მოდი გამოვიცნով. კვლავ ქვითრები? იქნება აქედან უნდა წავიდეთ. მგონი ასეა. მამა, ყველაფერი კარგადაა? სიმართლეს გეტყვი, რიკი. ძლივს ვარსებობთ. ქირის გადახდაც კი არ შემიძლია. უნდა დავფიქრდე რას ვიზამთ. ანუ უნდა წავიდეთ. უფრო იაფად უნდა ვნახოთ რამე. იქნებ ქალაქ გარეთ. ვიცი რომ აქ მოგწონს ახალი მეგობრები გყავს, მაგრამ რა უნდა ვქნა ძვირფასო? კარგი. მაინც მომბეზრდა ქვიშა და სერფინგი. რა თქმა უნდა. არაფერია. ყველაფერი მოგვარდება. ასეა. აბა მითხარი ამის შესახებ. ვიცოდი რომ დაბრუნდებოდი. იახტის მეპატრონეები მამაჩემის მეგობრები არიან. $10,000 თავაზობენ მას, ვინც ამ განძს დააბრუნებს. და შენ ფიქრობ რომ ჩვენ შევძლებთ? ქალთევს და ხომ შეუძლია იპოვოს რამე ოკეანის ფსკერზე.
ნავი მაკოსთან დაიკარგა. თუ ამ რაიონს დავათვალიერებთ, ალბათ რამეს ვიპოვით. რაში გჭირდება ეს? დიდება, გმირი ვიქნები, წარმოგიდგენია. დამეხმარე და ჯილდო გავიღოთ 50-50-ზე. 60-40-ზე. კარგი, 60-40-ზე. დიდი რაიონია. და კიდევ ერთი პრობლემაა. დღეს დანაკარგის შესახებ გამოაცხადებენ ასე, რომ ხვალდილისათვის იქ უამრავი დაივერი იქნება. ესე იგი მხოლოდ ერთი დღე გვაქვს. არარეალურია. ერთი ქალთევზასთვის ხომ? ისინი არ დამთანხმდებიან. არასდროს დაფასებს საკუთარ თავს. მათი დაყოლიება სცადე. ეს ძალიან იშვიათი ტიბეტური ქანდაკებაა. ლამაზია. და სადღაც ნაპირთან დაიკარგა. რა სამწუხაროა. ზეინმა დაახლოებით იცის, სად შეიძლება იყოს. მის პავნას კი ვერ შეძლებს. ზეინმა? კი, მამამისის მეგობრებმა დაკარგეს. და ის აქ დარჩება? ოკეანის ფსკერზე? მაგრამ ის მუზეუმში უნდა იყოს, ან კიდევ სხვაგან. მეც ასე ვთქვი. ზეინი თვლის, რომ სამუდამოდ დაიკარგა და ასობით მყინთავიც კი ვერ იპოვის. იქნებ ჩვენ მოგვეძებნა. ძალიან დიდი რაიონია. სკულპტურა ოკეანის ფსკერზეა. ჩვენ ქალთევზები ვართ. მოდი რა. იქნებ გამოგვივიდეს. ჩვენ ხომ სამნი ვართ. ემა. კლეო, უნდა დავფიქრდეთ. რა პრობლემაა? პრობლემა იმაშია, რომ ამაში ზეინია გარეული. მშვენიერი გეგმაა. არ მეგონა ტყუილები თუ იცოდე. არ მომიტყუებია. ფულის შესახებ არაფერი მithქვამს. რა არის ამაში ისეთი? ვიცი, მაგრამ რა არის ამაში ცუდი? ჩვენ ქანდაკებას ვიპოვით, მას მუზეუმში გავგზავნით და ეს კეთილი საქმეა. ვიცი, მაგრამ ზეინი და კეთილი საქმე ძალიან შეუსაბამოა ერთმანეთთან. თან ეს ლუისაც არ მოეწონება. მიექცია ყურადღება, რომ ლუისი აქ არაა? გავონაწილებ თუ ვიპოვით. წინააღმდეგი ხომ არ ხარ, მე თუ არ გავონაწილებ. მოდიან. თქვენთან ვართ. მაშ ასე, კვადრატ მოძებნეთ. ქანდაკება 105-ში იყო. როგორ ამოვიტანთ ამას ზედაპირზე? როცა იპოვეთ, ასეთი ამომწევი მექანიზმი მიემაგრეთ. ასე ადვილად? თქვენ ხომ დამთანხმდით? თუ უკეთესი გეგმა გაქვთ, მოგისმენთ. ყველაფერი მარტივია, უმარტივესი. ლუისი ერთადერთი არაა, ვინც ფიზიკაში ერკვევა. ლოგიკურია. კარგი, წავიდეთ განძი მოვძებნოთ. მოდი, ვიცუროთ. ხო, კარგი. რა ხდება? არაფერი. კლეო არ წურავდა. არ მეგონა წყალში თუ შეხვიდოდი. მაპატია ვიცია სისულელეა. მას ცურვა არ უყვარს? არა, ძალიან უყვარს ცურვა, მაგრამ ცოტა სხვანაირად. რას ნიშნავს სხვანაირად? ხო, არ უყვარს ტალღები, სერფინგი. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცურებთ, არა? რა თქმა უნდა. გაჩერდი. მოიცადე. დარწმუნებული ხარ, რომ ეს ის რაიონია? რა თქმა უნდა. იქნებ კიდევ აქ გვენახა. როგორც ჩანს, ძალიან გინდა მისი პოვნა. რატომაც არა, ეს მნიშვნელოვანი საქმეა. შეიძლება შემდეგ კვადრატში ვიპოვოთ. უფრო მეტი უნდა გავიგოთ ამ ქანდაკებაზე. რისთვის? გავიგოთ საერთოდ არსებობს თუ არა ის. კარგი. მაგრამ მე არ დავურეკავ. მე დავურეკავ. მომეცი ტელეფონი. სწრაფი აკრეფის რეჟიმზე გიყენია?
კლეო. დაკავებულია მაპატიე. მან ტელეფონი გათიშა. ესეც შენი დარეკეთ თუ დაგჭირდებით. შემდეგი ჩასვლისთვის მზად ხართ? ისევ არაფერია. არა. შემდეგი კვადრატი ვნახოთ. მართლა გინდა მისიბავნა არა? შენ არა? ჯილდო ჩემი საყვარელი სიტყვაა. რა? ჯილდო? ჰა. თქვენ როგორც ჩანს ფული არ გაინტერესებთ. ვიცოდი რომ შენი ნდობა არ შეიძლებოდა. ჩვენ ასე არ თამაშობთ. დიახ, ასე არა არიკი. მე ძებნას გავაგრძელებ. რატომ მან ხომ მოგატყუა? არა არ მოუტყუები ვარ. მე ყველაფერი თავიდანვე ვიცოდი. ესე იგი შენ მოგატყუე. რატომ? ეს უამრავი ფულია. კარგი რა, უკვე აქ ვარ, შეგვიძლია კვლავ ეძებოთ. არა მგონი არიკი. მაგრამ მარტო ვერ შეძლებ. მოგიწევს. კარგი, მოდი ვეძებოთ. ზეინმა მოგატყუა. მას ფულის შოვნა უნდოდა. ეს გაუგებარია, მამამის უამრავი ფული აქვს, რისთვის სჭირდება ეს? ვინც ის რა მოტივები აქვს? რიკიმ რა ნახა მასში. არ მომწონს რომ რიკი იქ დავტოვეთ. ასე რიკიმ გადაწყვიტა. მის გვერდით ყოველთვის თავს კარგავს. სულ ერთია. მის მინეკლეო, თუ მას უნდა რომ ზეინს განძის ზებნაში დაეხმაროს, ეს მისი საქმეა. ჩვენ ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, ალბათ. ჩვენც დაგვითანხმა დავხმარებოდით, ჩვენზე არ უფიქრია, თორემ თავიდანვე გვეტყოდა სიმართლეს. მე მივდივარ. ალბათ ზეინმა აიძულა. ნუ ამართლებ მას, მან ჩვენ გამოგვიყენა. როგორ ხართ? მშვენივრად, უკვე. რა მოხდა? გეცოდინებოდა ტელეფონი რომ ჩართული გქონოდა, როგორც დაგვპირდი. ჩართულია. მუდამ ჩართულია. კარგი, გამართულია. ვერ ხვდებიას როგორ მოხდა? მაპატიეთ. და რატომ რეკავდით? ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. კარგი რა, თუ რამე პრობლემაა, მინდა რომ დაგეხმაროთ. როგორც კი ქვემოთ იქნები, ეს ხუთს მიაბე. როდესაც ბურთი ზემოთ წამოსვლას დააპირებს, მე მის ამოტანაში დაგეხმარები. პრობლემა არა. დარწმუნებული ხარ, რომ შეძლებ? რა თქმა უნდა. რიკი, დაიღალე. იქნებ ხვალ დავბრუნდეთ. რა თქმა უნდა, როცა რომელიმე მყინთავი გუნდი იპოვის ოქროს ქანდაკებას და ქალთეზას. დილას ადრე მოვიდეთ და ყველას დავასწროთ. მე ამას შევძლებ. ამდენი ძალა დავკარგე ამის ზებნაში და ახლა უნდა წავიდე? მარტო იმის თქმა მინდა, რომ თავს გაუფრთხილდე.
მე ხომ ვიცი სადაც არის კიდევ ერთხელ ჩავყვინთავ და ამოვიდან. Then I'll sleep. შემდეგ ერთი კვირა არ გავიღვიძებ, კვირდები. I can't let it ახლა ვერ მივატოვებ. ხომ გითხარით რომ ზეინის ნდობა არ შეიძლება საქმე მას არ ეხება. ჩვენ რიგის დავუჯერეთ. და არ იფიქრეთ რომ ეს ყველაფერი საეჭვოდ გამოიყურებოდა. თავიდან არა. შემდეგ კი შენ დაგირეკეთ. ფრთხილად უნდა ყოფილიყავი. ვერ ხვდები ეს როგორ მოხდა? აი ესეთ ხარ. გამარჯობა, უბრალოდ მინდოდა გამიგო როგორ იყვნენ გოგონები. და როგორ არიან? not as much. უარესად ვიდრე შენ და ლუისი. The beach sounded კარგი იყო სანაპიროზე. კი, კარგად გავერთეთ. ყველაზე კარგი სერფინგი იყო. ლეო, ლუისმა მითხრა რომ წყლის გეშინია. well. You want to be არასოდეს იცი რა იმალება წყალში. you wouldn't want something. წაგიყვანს ფსკერისკენ და ვერავინ გიპოვის. დინებას გულისხმობს. ვის უნდა წვენი? რიკი. 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 რიკი შემომხედე. რიკი. Hello. დიახ, What? რა? წყლიდან ამოვიყვანე. სუნთქავს, მაგრამ უგონოდარეს. აქ მჭირდებით სასწრაფოდ. It's Ricky. She's რიკი, რაღაც დაემართა. სადმე დიხართ? მათთან ერთად. რა, ჩვენ სულ ერთად უნდა ვიყოთ, შენ კი მათ დასევ უკან. ამიტომ გამორთა ჩემი ტელეფონი. უბრალოდ არ მინდოდა რომ ჩვენთვის ხელი შეეშალათ. ეს მნიშვნელოვანი იყო. ისინი გადარჩნენ. ლუის, მე მათ ვჭირდები. Come on, Ricky. გაიღვიძე რიკი. რიკი, გთხოვ. ემა რაიმე იყონე. ზეინ, Come on, please. რიკი, გაიღვიძე. She's still not ის უგონოდა. უნდა გავათბოთ. რიკი, გაიღვიძე. თავი გვერდით გადაუწიეთ. აი ასე. გაიღვიძე. მიდი. ეს საყნო სიმართლეა. გაიძიეთ, ძალიან ცუდი სუნი აქვს. მიდი. გაიღვიძე, გაიღვიძე. doing anything. არაფერს არ აკეთებს. რიკი, გთხოვ. გთხოვ. მიდი. მიდი. ლუის, You really got როგორი ცუდი სუნი გაქვს პირში. I saw the crate დავინახე როგორ ეცემოდა ყუთი. and that was შემდეგ თვალები გავახილე და თქვენ დაგინახეთ. ძალიან მინერვიულე. serves you right. კარგი გაკვეთილია. შენ რომ არ გეიძულებინა ამ ჯილდოსთვის ჩაყვინ თუ არაფერი მოხდებოდა. ეს ასე არა, რიკი, ნუ იცავ მას, არ ვიცავ. I was მე ვაიზულე მას. pressuring. He told me ის ამბობდა რომ უნდა დაგვესრულებინა, მე კი არ დავუჯერე. and when I got home, შემდეგ კი როდესაც გული წამევიდა, მან გადამარჩინა. მაგრამ შენ მოგვეტყვე. I knew you'd believe. ვიცოდი თუ მოგიყვებოდით არ დამიჯერებდით. რატომ? I told you. ფული მამა ჩემისთვის მჭირდება. I need it for მას my dad. ქირის გადახდა არ შეუძლია. Can't cover the bills. შეიძლება გადასვლა მოგვიწიოს. Move away. From us. ჩვენგან He's thinking ის თulis რომ ასეჯობს. რატომ არ მითხარი? შენს ყველა ვალს გადავიხდები. why სწორედ ამიტომ არ გითხარი. we don't
take არ არის საჭირო დახმარება. ის რომ დახმარება გინდათ, მაგრამ მე და მამას ხვისი ფული არ გჭირდება. თავად გავუმკლავდებით. Dad and I წუხარ რომ მოტყუება მომიწია. really sorry I lied to you. It's okay. არა უშავს. Thanks, Louis. მადლობა ლუის. ძალიან დაგვეხმარე. Yeah, ო, thanks. მადლობა. ზეინ. 5 სამოტანის გეგმა ვნახე. არც ისე ცუდია, მაგრამ არაფერი გამოვიდა. რამდენიმე იდეა მაქვს. ცადოთ. შენი სასმელი? მადლობა. You're looking much better today, Ricky. დღეს ბევრად უკეთ გამოიყურები რიკი. თავსაც უკეთ ვგრძნობ. This is almost თითქმის მზად ვარ. ლუისი სადაა? ალბათ ძალიან დაკავებულია. გამარჯობა. Here he is now. აი ისიც. Did you get it? მოიტანე? ჰო, You're late. დააგვიანე. I said 3:30. მე ვთქვი 10 საათსა და 30 წუთზე. ბოდიში შემოყოვნეს. მოდი გამოვიცნობ, შარლოტა. არა, ის მოიცდის. ასეთ რამეს არაფრის გამო არ გამოვტოვებ. Ricky. რიკი. აი ეს შენია. What is it? რა არის? დახარჯული საწვავის საფასური. Very funny. ძალიან სასაცილოა. ჯილდოა. Lewis and I. დილით მე და ლუისმა 5 ამოვიდანეთ. ჩვენ ორნი აკვალანგებით, ამას დამატებული ახალი ამომწევი მოწყობილობა. არც ის ერთული იყო. Wow. I told you I don't. ქველმოქმედება არ მჭირდება. It's not. ეს ქველმოქმედება არ არის. You did all. შენ ყველაზე რთული საქმე გააკეთე. Yeah, you. შენ ხომ ყუთი იპოვე? And there is ძირითადად რისკისთვის ზედმეტად იხდიან. Ricky. რიკი, აიღე. შენ ეს დაიმსახურე. My dad. მამა ჩემი შოქში იქნება. მადლობა ბიჭებო. Thanks so much. დიდი მადლობა. Well, ახლა კი ბარბეკიუს მივხედოთ. barbecue happening. როგორ ჩანს გემრიელია. და ესეეთ. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები ნატალია ყულაშვილი და გიორგი წერეთელი. ხმის რეჟისორი მახოშონია. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ.